თავის მოწაფეებს და როგორ უტევებენ ისინი ყოველგვარ მიწიერს და როგორ მისდევენ მაცხოვარს. ჩვენ არ უნდა გვეუბნოს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თავის დროზე თავის მოწაფეებისთვის იყო ეს მოწოდება. ეს მოწოდება და ეს სიტყვები ქრისტეს მარადიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქრისტე ყოველ ჯერზე გვიწოც თითოეულ ჩვენგანს და ეს მოწოდება არის თავისი, ესე რომ ვთქვათ, სისხლის და ხორცის მიღებისათვის. აი ეს მოწოდება არის ზუსტად ლიტურგიაზე მყოფობისა და აი ჩვენს ესე მორჩილად, აი როგორც მოციქულები უტევებენ თავის საყოფაცხოვრებელ საქმეებს და ზედმეტი კითხვების გარეშე მიდიან მასთან, აი ესევე ჩვენც უნდა უტევებდეთ. აი ეს 1 საათი, რომელზე დავიწყეთ, 8-ზე დავიწყეთ ზუსტად. ჩავხედოთ, შეიძლება 9-ც არ არის, ხო? 1 საათი როგორ არ უნდა შევწირო ხუფას. აი იოანე უფრო პირის სიტყვებს გავიხსენებ, რომელიც ძანებს, რომ შეხედეთო, ქვრივ დედაკაც სახარებისეული ეპიზოდი მოყავს. მანო 2 ლეპტა ყველაზე დაბალი ფულის ერთეული, ესე რომ ვთქვათ, შეწირავ ტაძარსო, ანუ მანო ყველაფერი გაიღო, 2 შეწირავ, ხო? და ღმერთმა როგორ შეაქო მისი საქციელის გამო. და ჩვენო 2 საათი რო შევწიროთ უფალს, არ მოიდგინეთ. იმხელა წყალობას და სიკეთეს მივიღებთ, რომ ჩვენც ვერ წარმოგვიდგენია და ვერ წარმოგვიდგენია რამ ხელას ვიკლებთ ხოლმე, როცა არ ვართ ტაძარში, როცა არ ვეზიარებთ, როცა აღსარებას არ ვამბობთ და როცა გადავდებთ ხოლმე ზიარებას. სულ ხო მაგაზე მაქვს საუბარი, ხშირად ვეზიაროთ, ხშირად ვეზიაროთ. მოვიდეთ კვირაობით ყოველთვის და ვეზიაროთ. მანამდეც რამდენი წირვა ტარდება ხო ამ სატაძრო კომპლექსში. მოვიდეთ და ხშირად ეზიარეთ ხო. იმიტომ რომ რა არის ტაძარი? ერთ-ერთი მამა ამბობს, რომ წმინდა ცხვენის გარშემო აშენებული კედლებია. ანუ ცხვენისთვის აშენებულია ეს ყველაფერი. რომ იკურთხოს პური და ღვინო გარდაიქცეს ისა და ხორცსა და ვეზიაროთ. აი ეს რა არის ტაძარი. და არა ის მარტო მოვიდეთ სანთლის დასანთებად, ეს არის ტაძარი. ეს არ არის ტაძარი. ტაძარია ლიტურგიისთვის. ტაძარია ზიარებისთვის. და ეს მოწოდება, რომელსაც უწოდეს რა მოციქულებს, თითოეულ ჩვენგანს ვიწოდეს მაცხოვარი ყოველ დღე, როდესაც დაიკვლის და გვაძლევს თავის სისხლსა და ხორცს, რომელსაც მადლიერებით უნდა მივიდეთ და მადლიერებით ვეზიაროთ. შეგრძნებით იმით, რომ არ ვარ ღირსი, მაგრამ მადლობა ღმერთო, მაძლევ, წყალო, საჩუქარია. აი ამ განზრახვით, რომ ვინმე რამე გვაჩუქოს, არ გამოვართმევთ, როგორ არა გამოვართმევთ. და მე რას ვთქვი, მადლობას მოვუხდი. ესევია ჩვენი ღმერთი ჩუქნის თორე ვინ ვართ სამყაროში, ამის ღირსნი, რომ მის სისხლსა და ხორცს ვეზიაროთ. ხშირად ცრუ სიმდაბლის გამო არ ეზიარება ადამიანი, რომ აი ცოდვილები ვართ, არ ვართ მზად ღირსი, როდის მოვემზადებით, როდის გავხდებით ღირსი იმის, რომ ქრისტეს სისხლს და ხორცს რაღაც ღირსი არ. აი როცა ვიფიქრებ, რომ ღირსნი ვართ, აი მაშინ ჩვენ და აი ზუსტად მაშინ არ ვეზიაროს ადამიანი. როცა ჩათulis თავს, აი ღირსი ვარ და მეკუნს, არაფერი არ გვეკუთვნის. საერთოდ ღმერთი ჩუქნის, წყალობს, უსასყიდლოდ ბოძებული საჩუქარი არის, რომელიც მადლიერებით უნდა მივიღოთ. და ასევე რა მინდოდა მეთქვა დღევანდელ დღეს გუშინ იქნა წაკითხული სახარება რა სოდვაც ძალიან გვიყვარს და რომელიც სოდვასაც ძალიან ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ, მაგრამ სინამდვილეში ამ სოდვის არ ჩადენით პირიქით დიდ წყალობას იღებს ადამიანი. ნახეთ, არა განიკითხნეთ, რამე თუ რომლითა განკითხვითა განიკითხვითეთ, განიკითხენით და რომლითა საწყაულთი მიუწყოთ, მოგეწყოთ თქვენ. ანუ განკითხვის სოდვაზე არის საუბარი. მათეს სახარების მე-7 თავის პირველი 8 მუხლები, რომ არ უნდა განვიკითხოთ ერთმანეთს და დღეს ზუსტადაც ამოვიკითხეთ წმინდანის ხსენება, რომელიც ოდესღაცო მეძავი იყო. ჩვენ ხო ხშირად გვჩვევია, თუ ვინმე არ ცხოვრობს ისე როგორც უნდა ცხოვრობდეს, ერთი ხელაღებით განვიკითხავთ ხოლმე, რომ აი ეს როგორ ცხოვრობს, აი ეს ესეთია, ძალიან შეჩვეულები ვართ ამ ცოდვას. მაგრამ აი ცოდვის წარმოთქვით, ჩათვალე ჩვენ თავს განვიკითხავთ. იმათ კი არ განვიკითხავთ. როცა ამას ვამბობთ, ღმერთს ვეუბნები, რომ მე განვიკითხე უფალო, აი ესეთი რაღაც ვიღაცას რამე სიკეთეს კი არ უკეთებთ ამით. ირიქით ჩვენ თავზე, ესე რომ ვთქვათ, ცეცხლს ვაანთებთ, რომ რა განკითხვითაც თქვენ განიკითხეთ, იგივეთი განიკითხებით. მიუტევებთ ღმერთი თქვენს არ გაგიხსენებთ ცოდებს. წარმოიდგინეთ. ის კი არ უხამთ, მაგრამ სიტყვაზე ავიღოთ, ხო? გადახვევა რომ მოხდა. 10 დაუჯდ რომელიც აიკითხე და 20 ფსალმუნი და გაპატიება თუ არა? არ განიკითხოთ და მიუტევეთ და თქვენს არ იქნებით განკითხულნი და თქვენს მოგეთევებათ. და რატო ვირთულებთ ხოლმე სულიერ ცხოვრებას ადამიანები? წარმოიდგინეთ.
ანუ რასა ხედავ წველსა თვალისა შენისა და ძმასა შენსა და დვირესა თვალთა შენდა შენ არა განიცდი. ანუ პატარა ბეწვს რატო ხედავ? შენი ძმის დის თვალში და შენ თვალში დიდ ნაფოტს დვირეს არ განიცდი. ეს ხო წარმოუდგენელია. თვალში დიდი ნაფოტი მქონდეს ჩაგდებული ესე რომ დიდი ზომის ხის ნაჭერი და ჩემი თვალი არ მაინტერესებდა სხვის თვალში მცირე ბეწვებს ვეძებდა. სხვის თვალში რომ ეს მაგას ნიშნავს რომ ჩვენ თავში დიდ ცოდვებს არ განვიცდით და არ გვაინტერესებთ. და სხვაში პატარა ცოდვებს ვეძებთ რომ ოღონდ ეგებ რაღაცა ვიპოვო რომ მასზე ვისაუბრო. აი წარმოიდგინეთ ამხელა ძიმე ცოდვა და ამხელა საჟეს ვიღებთ, როდესაც ადამიანები ერთმანეთს განვიკითხებთ. აი ეს არის და ეს აი მცირედი მინდა რო არ გამძელებოდა აი განკითხვის სოდაზე მინდოდა მეთქვა და ნახე როგორ ძელდება რომ ეტყვიო ესე რომ მაცადე და აღმოგიღო წველი თვალისაგან შენისა და ჰაიგერა დვირე თვალსა შინა შენსა უგუნურო აღმოიღე პირველად დვირე თვალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღება წველი თვალისაგან ძმისა შენისა. ანუ ჩვენ ჯერ არ გამწმენდილო ჩვენ ჩვენი ცოდვები გვაქვს იმდენი და სხვის განწმენდა და სხვის რაღაც გვინდა რომ სხვებმა კარგად იცხოვრონ. ანუ ჩვენზე ძალიან კარგადაც ცხოვრობენ და ჩვენზე ძალიან სპექტაკლის სულიერი ცხოვრებითაც ცხოვრობენ. ჩვენ გონია ხოლმე რომ ჩვენ ავართ აი გგევარ და მორჩა დამთავრებულია და ჩვენ აღარა გვაქვს ცოდვები არა. ზუსტადაც ესეა რომ ჩვენ აი არ არსებობს აი კარგად დაფიქრდით ამ სიტყვებზე. ჩაუფიქრდეთ ჩვენ თავს და ნაკლებად მოგოცემა დრო რო სხვაზე ვისაუბროთ. ნაკლებად მოგოცემა დრო რო სხვა ვინამეზე განვეკითხოთ. იმიტომ აქ იმდენიმე ნაგავს ნახავთ რომ სხვაზე დრო აღარ გვექნება, იმიტომ შევწმუნდებით. აი როდესაც არ გვინდა ჩვენ თავებში ჩახედო ხოლმე. მე ამიტომ არის ხოლმე ჩვენი ნაგავი არ გვაინტერესებს და სხვა დავეძებთ ხოლმე ოღონდ რაღაცა ვიპოვოთ. ღმერთი შეგვეციოს და მოგცეს ზადა რომ აი სახარებისეული სიტყვებით ვიცხოვოთ ცხოვრების წიგნი. აქ აი მაგიტომ ვთხოვთ რომ წავიკითხოთ, ხშირად იყოს ყოველდღიური ჩვენი ცხოვრების წესი უნდა იყოს რომ რაღაცას მაქვს ხოლმე დრო 10-15 წუთი 15 წუთი იქამდე თავს წავიკითხავ და რამდენ სარგებელს მივიღებთ ხოლმე. გადავშალოთ ქრისტეს სიტყვები ვიკითხოთ რომ მათში და ეს აზრი დავანებული რაც არის რომ მე ცხოვრებაში გადავითანხო. არა რამე ზღაპრების საკითხვით, არამედ ქრისტეს მარადიული სწავლება. წავიკითხოთ, დავიმარხოთ, გავიაზროთ და შევასრულოთ და ესე რომ ვთქვათ საზოგადოებაში გავიტანოთ ეს ყოველი. მერთმა დაგულოცოთ, გაგაძლიეროთ ჩვენთან ამ ღმერთი.